დიანა, გამარჯობა, მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ვერ ვიტყოდი, რომ ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპს არ გამოურიცხავს სამხედრო ჩარევა, ან რაიმე ტიპის ჩარევა, ჩვენ გვესმის მისგან განცხადებები ბოლო დღეს მაგალითად გუშინ მან თქვა, რომ წყაროებზე დაყნობით, რომ ირანი არ აპირებდა სიკვდილით დაესაჯა, მასობრივი სიკვდილით დასჯა კიდევ ერთხელ განახორციელებინა ირანში და თქვა, რომ ეს არის კარგი ამბავი და იმედი გამოთქვა, რომ ეს ესე გაგრძელდებოდა. ვერ ვიტყოდით, რომ რაღაცნაირად მისი საჯარო განცხადებები შერბილდა წინა დღეებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებიდან პერსონალის ნაწილის, ასე ვთქვათ, გაყვანას, ასევე საელჩოებიდან გაყვანას, რაც ანალიტიკოსებისთვის არის იმის მანიშნებელი, რომ ყოველ შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში გარკვეული ტიპის სამხედრო ჩარევა ამერიკის მხრიდან კვლავ იდგეს დღის წესრიგში. დღეს რაც ვიცით, ახალი არის ის, რომ შეერთებული შტატების მოთხოვნით დღეს ნიუ-იორკში დაახლოებით 3 საათზე დაიწყება არის მოწვეული გაეროს უშუალოების საბჭოს ხდომა, სადაც განიხილავენ ამ ასე ვთქვათ სასტიკ დარბევებს, რასაც თეირანში ვხედავთ, რასაც ირანის თითქმის მთელი მასშტაბით ვხედავთ. და თქვენ ახსენეთ ვენესუელაში ჩატარებული ოპერაცია ამერიკის მიერ, თუმცა მანამდე ასევე იყო ჩვენ ვიხილეთ, ასე ვთქვათ, ირანში ჩატარებული ძალიან ესეთი სკრუპულოზური ოპერაცია, როდესაც ფორდოს დიახ, ბირთვული ობიექტების დაბომბვა, თუმცა განსხვავებული რა თქმა უნდა არის ერთის მხრივ ამ მსგავსი ოპერაციის ჩატარება, როდესაც ბომბავ ბირთვულ ობიექტებს და მეორეს მხრივ მაგალითად, როდესაც მსჯელობა იმაზე თუ რა სად შეიძლება განახორციელოს დარტყმები, თუ ესეც ვიხილავთ შეერთებულმა შტატებმა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია განიხილება გარკვეული სამხედრო ობიექტები, რომლებიც დასახლებულ პუნქტებთან ხშირ შემთხვევაში ძალიან ახლოს არის, რაც ზრდის რისკს. კი ბატონო, და ვერც ვენესუელის მსგავსი ოპერაცია არის შესაძლებელი, არც იგულისხმება რომელიმე კონკრეტული ლიდერის რაღაცნაირი ეს გატაცების, როგორც ეს მადუროს შემთხვევაში მოხდა. სხვა შორის თუ მივყვებით ანალიტიკოსების მსჯელობას, შეიძლება გატაცება არ ვიხილოთ, მაგრამ ერთ-ერთ ასე ვთქვათ ალტერნატივად, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული რისკი, ასე ვთქვათ, დიდი მსხვერპლის არის მიზნობრივი, ასე ვთქვათ, ოპერაციები ზუსტად ლიდერების მიმართ, ასე ვთქვათ, კონკრეტული ლიდერების მიმართ, რაც მაგალითად გვინახავს ისრაელის შემთხვევაში, ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციების შემთხვევაში, როგორ ასე ვთქვათ, სკრუპულოზურად მოახერხეს მათ, რავი, გასულ წელს მაგალითად ლიდერების ლიკვიდაცია, მაგრამ ეს არ შეხებია მაშინ შესაძლოა სირთულის და უსაფრთხოების სხვა ზომების გამო, მაგრამ სულიერ ლიდერზე არის ალბათ, როგორც ახლა ამ მხრივ მთავარ პერსონაჟზე ლაპარაკი. დიახ, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ ეხლა გადავხედავთ მოვლენებს, როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო მედიაში ხშირად შევხვდებით ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცნობებს, რომ შესაძლოა პროტესტი რაღაცნაირად ჩაცხრობისკენ მიდიოდეს, რა არის მიზეზიც, შეიძლება იყოს ინტერნეტის გათიშვა, კომუნიკაციების პრობლემა ადამიანებს შორის. ესეთ ცნობებს ხვდებით, თუმცა ეს ინტერნეტის გათიშვა ასევე მნიშვნელოვან პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს იმ ეკონომიკურ პრობლემას, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ამ პროტესტის, ხო? ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ეს პროტესტის მთავარი მიზეზი ერთ-ერთი იყო ეკონომიკური უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში ჩანს და ასევე დავინახეთ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ მაგალითად გრანდ ბაზარი კი რაღაცნაირად ჩაერთვა ამ პროტესტში, რასაც ისტორიულად, ესე ვთქვათ, თუ დავაკვირდებით მოვლენებს ისტორიის განმავლობაში, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, როდესაც გრანდ ბაზარი დასაქმებული ადამიანები ერთვებიან პროტესტში, ეს ხშირ შემთხვევაში დიდ პრობლემას ნიშნავს ხელისუფლებისთვის, ასეთი მაგალითი იყო მაგალითად რევოლუციის დროს. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ მაჩვენებელი ეკონომიკური პრობლემების არის ის, რომ პირველად ისტორიაში რეჟიმი განიხილავს მაგალითად თეირანიდან დედაქალაქის გადატანას იმის მარტივი მიზეზის გამო, რომ პრობლემები არის მაგალითად სასმელ წყალთან დაკავშირებით, მაგრამ რო დაუბრუნდეთ შეერთებულ შტატებს და ასე ვთქვათ მზადყოფნას პრეზიდენტის მხრიდან, რომ ის ჩაერიოს ირანის საკითხებში, მნიშვნელოვანია ტენდენცია
რასაც ხედავთ საზოგადოებაში. სულ ახლა ხანს გამოქვეყნდა მაგალითად AP-ის საზოგადოებრივი აზრის ცვლილება, რომელთაც ჩვენ ვიგებთ, რომ გამოკითხულ ამერიკელთა 61% უკმაყოფილოა პრეზიდენტ ტრამპის მიდგომებით საგარეო პოლიტიკაში. ამათგან 56% ამბობს, რომ ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ასე ვთქვათ ძალიან შორს წავიდა სხვა ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ძალის გამოყენების კუთხით და ამის ვენესუელის შემდეგ იყო ეს გამოკითხვა ჩატარებული, ვენესუელის კარაკასის ოპერაციის შემდეგ. დიახ, ეს გამოქვეყნდა გუშინ და ჩატარებული არის ვენესუელის ოპერაციის შემდეგ და ეს მეტწილად ასევე ასახავს, როდესაც ჩვენ ვესაუბრებთ ანალიტიკოსებს, იგივე ვესაუბრებოდით ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ, სულ გვესმოდა, რომ ეს არის ის, რაც ასე ვთქვათ წინააღმდეგობაში მოდის ერთისფრით თავად პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებებთან, რომელიც ამბობდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი უნდა თქვას უცხო ქვეყნების ომებში მონაწილეობაზე ან ჩართულობაზე, ასევე მის ამორჩეველთა ბაზაში, როგორც არის მაგალითად მაგა ამორჩეველი, რომელიც ქართლოს სხვათა შორის თუ ვენესუელის თემა მაინც უფრო გასაგებია თუ გავითვალისწინებთ, ვთქვათ, მონროს დოქტრინის რაღაც ტრამპისეულ ვერსიას, რომელიც მის ირგვლივ კონტინენტზე ნახევარსფეროში რაღაც კონტროლის დამყარებას. ირანის შემთხვევა იქნებოდა, ვთქვათ, ამის მიღმა პროცესი თუ ის სამხედრო დარტყმების განხორციელებას ჩათვლიდა საჭიროდ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ემოციურად ძალიან გულშემატკივრობთ იქ პროტესტში ჩართულ ადამიანებს და ასეთ შემთხვევაში მით უმეტეს ტრამპის გუშინდელი განცხადება, გუშინწინდელი გვიანი ღამის განცხადება თბილისის დროით, რომ იბრძოლეთ და დახმარება გზაშია, რაღაც ასეთ მოლოდინებს აჩენდა. დიახ, თუ შევხედავთ იგივე ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას, კი ჩვენ გვესმის მონროს დოქტრინა, დონრო, ასევე დიახ. მაგრამ მაგალითად ჩვენ ინდეპენდენტ აvenue media მე ვესაუბრებ მაგალითად პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე ასე ვთქვათ ხმამაღალ კრიტიკოსს, რომელიც პირველი ვადის განმავლობაში იყო პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რომელსგანაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსია პრეზიდენტ ტრამპის, შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად ჯონ ბოლტონი ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას არ უყურებს როგორც დოქტრინიდან გამომდინარე მოვლენას, რომ ამერიკა ცდილობს თავის ნახევარსფეროში, ასე ვთქვათ, გაიმყაროს თავისი წარმომადგენლობა და გავლენა. ბოლტონი ამბობს, რომ ამერიკის ინტერესები არის გლობალური, ამერიკა არ ამბობს, რომ მისი ინტერესები არის მხოლოდ რეგიონალური და თუ შევხედავთ ირანის კონტექსტში ამას, ირანი გარდა იმისა, რომ არის, ასე ვთქვათ, ისლამური რესპუბლიკა, რომელიც გამოგვებით არღვევს ადამიანის უფლებებს, ის ასევე წარმოადგენს ბირთვულ საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის და მისი მოკავშირეებისთვის რეგიონში. დიახ, რა თქმა უნდა და ბოლტონი, რომელიც ასე ვთქვათ, კრიტიკოსია პრეზიდენტ ტრამპის, ამბობს, რომ ის მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ტრამპის, ასე ვთქვათ, მოქმედებას ირანში და მას ჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ეს მუქარები შეიძლება იყოს ის, რასაც ამ შემთხვევაში ნამდვილად განახორციელებს პრეზიდენტი ტრამპი, განსაკუთრებით იმ ოპერაციის ფონზე, რაც უკვე ვიხილეთ დაუშვათ 12-დღიანი ომის განმავლობაში და აქ მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ისრაელი შეერთებულ შტატებს აწვდის ინფორმაციას, რომ ირანმა შესაძლოა კვლავ განაახლა ბირთვული იარაღზე მუშაობა, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი შემდგომი, ასე ვთქვათ, მოქმედების შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ აქ ამბობენ ვაშინგტონში, რომ ის რაც ხდება ვენესუელაში არ არის რაღაცა გავლენის სფეროების გადანაწილება, ეს არის სუფთად ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და როდესაც ეროვნული უსაფრთხოება მაგრამ ის რაც მოხდება ირანში, ეს იქნება გავლენის სფეროების გადანაწილება? არა, მე ვფიქრობ, რომ მათი ანალიზია, რომ ეს იქნება პირდაპირ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ზოგადად გავლენის სფეროების გადანაწილებას რაც შეეხება, თუ შეიძლება ამის შესახებ ვისაუბროთ, ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ასე ვთქვათ, მედია სივრცეში, ინტერნეტში, ასე ვთქვათ, ამოტივტივდა პირველი ვადის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპის, რუსეთის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ფიონა ჰილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა 2019 წელს კონგრესში გამართულ მოსმენაზე და მაშინ მან თქვა, რომ რუსეთმა არაფორმალურად შესთავაზა უცნაური გაცვლა შეერთებულ შტატებს
ვენესუელასა და უკრაინას შორის. თითქოს იდეა იყო მეტი თავისუფლება შეერთებულ შტატებს ვენესუელაში მოქმედებაში. პუტინს უკრაინაში. დიახ, ზუსტად ამ პერიოდში ბოლტონი იყო ფიონა ჰილის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი, ის იყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ჩვენ ბუნებრივია ვკითხეთ ამის შესახებ ბოლტონს, რას გაიხსენებდა ამ მოვლენებთან დაკავშირებით. მან თქვა იგივე, რომ დიახ, ესეთი არაფორმალური იდეა წამოაყენეს, თუმცა ჩვენ მალევე უარყავით ეს და სწორედ ამ საუბარში მან გითხრა, რომ ის რაც ხდება ვენესუელაში, რასაც ხედავთ მაგალითად საუბრებს ამ მონროს დოქტრინასთან დაკავშირებით, არ შეიძლება იყოს შეერთებული შტატების მხრიდან აღქმულნაბიჯად, რომ ის ცდილობს იგივე რუსეთთან ან ჩინეთთან გავლენის სფეროები გადაინაწილოს მარტივ მიზეზის გამო, იმიტომ რომ აქ შეერთებულ შტატებში, ასე ვთქვათ, ტრადიციულ რესპუბლიკელებში და არაფოლოდ რესპუბლიკელებში არსებობს ცოდნა და რწმენა, რომ შეერთებული შტატების ასე ვთქვათ, ინტერესები არის გლობალური, მას არ აქვს რაღაც რეგიონალური ინტერესები, რუსეთს შეიძლება ქართლოს უნდა დაგემშვიდობოთ, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც, ვფიქრობ მაყურებლისთვისაც. დიდი მადლობა, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ირანის თემა რჩება მთავარ მსოფლიო ამბად. მადლობა კიდევ ერთხელ ქართლოს შარაშეინძეს, Independent Avenue Media-ს აღმასრულებელ რედაქტორს. დღეს დავასრულეთ მუშაობა, ნახვამდის.